მოგესალმებით ყველას, ჩვენ ვართ TL Group-ი, ეს კი TL Time-ია. ტრადიციულად ვიმყოფებით Drunk TED-ში, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადოთ TED-ის ამ სივრცის დათმობისთვის, თქვენ კი აუცილებლად უნდა მოგზავნდეთ და დააგემოვნოთ მათი საფირმო კერძები. დავიწყოთ ტრადიციულად პირველი რუბრიკით, ღიზან, რა ავტომობილზე მოგვიყვებით დღეს? დღევანდელ გადაცემაში მინდა ვისაუბრო Honda Prelude-ზე 2026 წლიანი. საინტერესო სახელი აქვს, გავაგზავნე. კი ბატონო, მეც დამაინტერესა რა მანქანაა ესეთი და სახელი ისეთი აქვს. ცოტა ნელი აკრეფა უნდა ქონდეს რა, ესე ვთქვა ნულიდან ასწავლე. მაგრამ არ გამოვა, იმიტომ რომ სპორტული მანქანა ყავს სპორტული მანქანა და გადაცემაში და Honda თუ სიახლეა, მოდი ეს დავიწყოთ, იმიტომ რომ ამ კლასში მსგავსი არ ყოლია, ანუ ამ კლასის მანქანა არ ყოლია Honda-ს. და 26 წელს გამოუშვებს გაყიდვაშიც მალე. საკმაოდ საინტერესო გამოუვიდათ. როგორც ვიზუალურად, ანუ ექსტერიერის მხრივაც და ინტერიერის მხრივაც რაღაც წინიდან ცოტა ახალ CHR-ს გავს, ახალ Toyota-ს. საერთოდ არ გიჩვენებათ, რომ ცოტა კი ძალიან გავს ახალ პრიუსს, აი უკანა ფარიც პრიუსი არა, წინა ფარიც პრიუსი. მაგრამ გვერდულად რო შეხედოთ, თითქოს Porsche არის. აი Porsche-ს ფორმებს იმეორებს ცოტა. რაღაცები აიღო რა ცოტა. ხო, ამ სეგმენტში შემოვიდა. ნუ სიახლე შემოგთავაზა, ანუ დადებითად შევაფასებ მის ვიზუალს. მაგრამ უცნაურობაც შემოგთავაზეს, ესე ვთქვათ, ძრავი არის 2.0 ტურბო. მაგრამ გადაცემათა კოლოფი თქვენი აზრით ვარიატორია. ვარიატორი. არ ვიცი, წერია რომ რაღაც სპეციალური სპორტული ვარიატორიო, ამას დრო გვიჩვენებს და გამოცდილება, მაგრამ ვარიატორი სპორტული Honda-ს ძალიან უყვარს ვარიატორი. ამ ბოლო წლებში ყველგან ვარიატორი ყავს. ავტომატიკა თითქმის აღარ დატოვა, სულ ვარიატორი აქვს. ამ მანქანაში მე მგონი ზედმეტი არ ვიცი იქ თავისი ახსნა. ხო, რა ნახოთ რა იქნება. ნახოთ ხო. სპორტულ მანქანაში ვარიატორი ალბათ შეგრძნებებს არ დაგიტოვებს, გადართვის შეგრძნებას. შეიძლება იმიტაცია ქონდეს. იმიტაცია, თუმცა არ ვიცი, როგორ იმუშავებს. როგორ გაუწევს ამ ყველაფერი რო ავიღოთ ერთად შეჯამებული, კონკურენციას როგორ გაუწევს, ეგაა საინტერესო. ეს კონკურენტი. ხო, $42,000 ღირს ეს მანქანა, ერთი კომპლექტაცია აქვს, ანუ ძალიან კარგი კომპლექტაცია, საწყობის ხარისხით, იქ ნაოროტკებით ბრჭყალებში. ინტერიერი ძალიან მომწონს. კი, ძალიან ლამაზია. და კონკურენტებსაც შეეხება. მისი კონკურენტი არის Toyota 86, იგივე Subaru BRZ. სავარაუდოდ მაგათ გამოგააკეთეს ეს მანქანა. ხო, რაღაცა ხო უნდა ყოლოდათ სეგმენტში. მათი კონკურენტი გამოუშვეს ზუსტად. დამას და მიატა. Toyota 86 ღირს ყველაზე დაბალი კომპლექტაცია $31,500, ხოლო უმაღლესი $38,500. Mazda-ს შემთხვევაში, Mazda ყველაზე დაბალი ღირს 30,000, ხოლო უმაღლესი 42. რაც უთანავდება Honda-ს და რავი, მე მგონი არჩევანი Honda-ს კონკურენტი ხდება. კი, არჩევანი უკვე მე მგონი ნათელია. რომელი ჯობია ამ ფასში? ნუ ისთვის როგორ. ტექნიკური მხარეებზე რა სიტყვი გააჩნია? ტექნიკური მხარე. სამიოს აქვს 2.0 ტურბო ძრავი. კოლოფი უკვე ვარიატორი აქვს Honda-ს, დასაწყისში როგორც აღნიშნეთ. Toyota-ს და Mazda-ს კი 6 სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი აქვს. ალბათ Honda მე ვფიქრობ ესე, რომ გათვლა გააკეთა იმაზე, რომ ამ ავტომობილებს ვიწყებობთ ძირითადად ყიდულობენ სადრიფტაოდ და ძირითადად ყველა ყიდულობს მექანიკას. ანუ სამივე მოდელს აქვს მექანიკური გადაცემათა კოლოფი ოფციაში და სავარაუდოდ, ანუ ვისაც მართლა სიამოვნება უნდაო, ალბათ მექანიკას იყიდისო და ვისაც ქალაქისთვის უნდაო, რატომ დავიხარჯოთ ავტომატიკაზე და მოდი ვარიატორი მივცეთ. ალბათ ეს იყოს გათვლა, მაგრამ თუმცა მე მაინც ამას მინუსად ჩავთვლიდე, იმიტომ რომ როცა ესეთ მანქანას უშვებ, მაინც ავტომატიკა. მithumetes კონკურენტებს როცა ავტომატური კოლოფი უყენიათ, შენც უნდა დრიფტისთვის არა კომფორტული არის, მაინც მექანიკა ჯობია ყოველ შემთხვევაში. ინტერიერსაც შეეხება, რავი, აი Toyota-ს და Mazda შემთხვევაში დიდი არაფერი არ არის. Honda ლიდერია ხა, მან მეც რო გადავხედე, გაცილებით დახვეწილია, უკეთესია, რაღაც გამართული ინტერიერი აქვს. კი, ანუ ამ კლასში საკმაოდ კარგად შემოიჭრა, ესე ვთქვათ რა. ძალიან კარგი ზომის იქ
მონიტორი აქვს. ვიზუალი საინტერესოა, რაღაცა 3 მოდელის ნაზავია თითქოს. ეს ახალი CHR-ის ცხვირს გავს, უკენდან ახალი Prius-ი და გვერდიდან რაღაც Porsche-ს ავიცარი. Porsche-ის ელემენტები მოკლედ, მომხმარებლის აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამიტომ კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენ რომელს აირჩევდით. ნუ Toyota კი ღირს უმაღლესი პაკეტი 38.5 სიტყვაზე, მაგრამ სადაც 38 სიხდი, იქ ამ ვიზუალში გადაიხადო 52 ჩემთვის მაგალითად თქვენ რომელს აირჩევთ? ნუ გავიწყდებათ Mazda, ლეგენდარული Mazda Miata. ვიზუალი დიდად არ შეცვლა, მაგრამ თავისი ხიბლი აქვს მაგ მანქანას. Mazda-ს თავის ხელწერა აქვს ნებისმიერ კუზავში ნებისმიერ. მე პირადად Honda მომწონს, ყოველთვის Honda მომწონდა. თუმცა აი მაგას დაუწუნებ რა, აი ვარიატორს დაუწუნებ. ვარიატორის გამო მაგრამ არ ვიცი ავიჩევდი Mazda-ს. ხო, რასაც ყიდებიან, კი, ანუ გაუმჯობესებულია, სპორტული ვარიატორია და ნახოთ დრო გვიჩვენებს. მოგვივა ინფორმაციები მაგაზეც. არ გამოვლანძღოთ ყველას. ვარიატორს. არ ვიცი. აი, ვინ რომელს ვიყიდით, მოდით შევაჯამოთ. Honda. შენ? მაინც Honda-ს ავირჩევდი. შოთა შევაზიყიდით. Mazda Miata. Mazda. აი, იმიტომ რომ აი ვარიატორ კოლობს, არ ვიცი, ჩემი ნერვები ვერ გაუძლო. $42,000 ამ მანქანისთვის მე პირადად ჩემთვის ბევრი არის და ალბათ არ გადავიხდიდი და ვიყიდიდი დაბალ პაკეტ Mazda-ს, იმიტომ რომ მაღალ პაკეტსაც იქ დიდი არაფერი არ აქვს. და ეს ამ მანქანას რაც დანიშნულება აქვს $30,000 კიდე ნორმალურია თან გაძლევ საფასუხოდ რაღაცას. Miata ძალიან მაგარი. როცა პირველი პატრონი ხარ ახალზე ჯდები. 2 ხმა Miata-ს. და 2 Honda-ს. 2 Honda-ს. მე მოვჭედა ამიტომ თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. კი. დაგვიფიქსირეთ კომენტარებში. ოღონდ ის არ დაგვიფიქსიროთ Toyota როგორ არც ერთმა არ თქვა. რას ვიზავთ? რუბრიკაში პრობლემები ავტოიმპორტში მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ ძალიან მტკივნეულ პრობლემაზე, რომელიც რამოდენიმე თვის წინ დადგა საქართველოში, ეს არის ხმაურის შეზღუდვის პრობლემები. უпростоრად ხმაურის არასწორად შეზღუდვის პრობლემები. ვიცით ყველამ რომ როცა ეს კანონი შემოვიდა, საპატრულო პოლიციას თან არ ქონდა საზომი, ხმაურის საზომი. ყველა თანამშრომელი თავისი შეხედულების მიხედვით ზომავდა ამ ხმას და აი ძალიან უხერხულია და ხალხს ავტობანიდან ატოვებინებდნენ მანქანას და უწევდათ რაღაცა ტრანსპორტით სახლში წასვლა. ეს არის აი ისეთი არასწორი მიდგომა ხალხის მიმართ, რომ მეტი რო არ შეიძლება. ხალხს ჰქონდა ასე ვთქვათ გამარიაჟებულად, ვიზუალურად გაკეთებული რაღაც მაყუჩები და ბოდიში შოთა მარტო ხმაურზე კი არა, უბრალოდ გადაკეთებული რო ქონოდა და ზოგს გარედან ქონდა მიწეპებული და ჩინეთიდან გამოწერილი წარწერით აკრაპოვიჩი თუ ქონდა, იმის მანქანაც მიყავდათ რა. ეს იყო აი ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა. მოტოციკლედებსაც ეხება ეს პრობლემა და ისინიც პრობლემის ქვეშ არიან, მაგრამ განსაკუთრებით BMW-ს ფლობელები აი ისე უსამართლო სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომ მეტი არ შეიძლება. აი ცნობილი ვიდეო როა, ხო? მეგობარსაც რო წაართვეს. მიაკითხა რომ მე წამოგიყვანო, ქუჩაში რო არ დარჩიო და იმასაც ჩამოართვეს მანქანა, როდესაც აი კიდევ ვიმეორებ, საპატრულო პოლიციას საზომი არ აქვს თან. თუმცა რაღაცა იმედები არის 1 იანვრიდან, როგორც გავიგეთ, საზომები ექნება საპატრულო პოლიციას და ოფიციალურად იმედი გვაქვს, რომ დაალაგდება ეს თემა, იმიტომ რომ აი ამ პერიოდში, რა ვიცი, ჩალი დაიფარა ქვეყანა, ადამიანი სამართალს ვერ პოულობდა რა და ძალიან გააადვილებდა ამ თემას ის, რომ საპატრულო პოლიციას ჰქონდეს თან საზომი და ადამიანს ერთ წამში დაუმტკიცებს, რომ მისი მანქანა და მისი მანქანის ხმაური აღემატება დაშვებულ ზომას. ოფიციალურია სხვათა შორის ეს ბიჭებო, რომ 1 იანვრიდან ოფიციალურად იცვლება კანონი. ეს კანონი შემოვიდა ცუდად, მაგრამ როგორც აცხადებენ, თუ რამე კიდე ცვლილება არ მოხდა, 1 იანვრიდან გაგრძელდება სწორად. კარგია, მიხვდნენ. ხო, არა, ვიზუალის შეფასდება ეს, არამედ დეციბელებით და დეციბელებით რა თქმა უნდა, საერთოდ რატო დაიწყო ეს კანონი, რატო შემოვიდა ძალაში იმის გარეშე, ანუ საზომების არ იყვნენ მზად. აი ამ კანონისთვის არ იყვნენ მზად. მოვიდა
ან შეწუხდა რაღაც ხმაურით, გასაგებია მეც არ მიყვარს ხმაური. მით უმეტეს ჩემ корпуსთან რო ჩაივლის თუნდაც მოტოციკლეტი და გადაარტყავს 16000 ბრუნზე, იცოდეთ რომ დაგეწიათ ჩემი გინება რა. ეს კანონი ეს არასწორია, მაგრამ უნდა იყოს სამართლიანი რა. მოდი სიმართლე ვთქვათ, ეს კანონი უნდა შემოსულიყო, იმიტომ რომ ყველას ბრალი არ არის, მაგალითად აქვთ ხოლმე გადაკეთებული მაყუჩები, მართლა რომელსაც დიდი ხმა აქვს, მაგრამ ის ხალხი საღამოს მიწავას არ შეიძინებს, მაგრამ არის ერთი კატეგორია, რომელიც მთელი ღამე ტვინს ბურღავენ. და აი რავი, როგორ არა, მაგათანაც კი სამართლიანი უნდა იყოს. ხო და ანუ მე რას ვამბობ? კი, რაღაც შეწუხებული ხარ, კი არ ღვევს. დეციბელებზე როგორ არის ღამეც და დღეც ერთი და იგივე უნდა იყოს? ღამე სხვა საზომია, დღე სხვა საზომია. კონკრეტული საათიდან, საღამოს კონკრეტული საათიდან სხვა საზომია. ეხლა არ მინდა შეცდომაში მომხმარებელი შევიყვანო, ამიტომ მოდი დეციბელებს ნუ ვიტყვით, რო გამოვაგვირველიან და ნახავთ, მაგრამ დღე და ღამე სხვადასხვა საზომია. ანუ რაზე მინდოდა გამემახვილებია ყურადღება. ეს კანონი მართლა უნდა შემოსულიყო, იმიტომ რომ აი ტვინი წაიღეს. აი რასაც ქვია ტვინი წაიღეს. ბოდიში ლაშა ერთხელ ჩემ корпуსთან გაჩერებული იყო სკუტერი, რომელსაც აი ბუზის გაფრენის ხმა აქვს, ქარხნული მაყუჩით და ამ ბიჭს ეყენა სპეციალურად, არ ვიცი იცით თუ არა, M4-ის მაყუჩი. M4-ის მაყუჩი ერთ-ერთი ცნობილი მაყუჩია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ხმა. აყენებენ R6-ებზე და ასეთ ძლიერ მოტოციკლეტებზე და ვერ მოვითფინე და მოვთხოვე პასუხი, აი რატო გიყენია? თუ სხვა არ გაინტერესებს მთელი დღე ეს ხმაური ხო შენ დაგზდებს. აი ვერ ხვდები უბრალოდ რა. დაბზუილებს, ხმაური მას დაძდევს და იმის გარდა რომ თვითონ შეიძლება არ წუხდება, სხვასაც უხებს. თან არის თბილისში ისეთი ქუჩები, რომ სახლთან გიწევს ჩავლა, მოხუც ძინავს, ბავშვს ძინავს. მე ვარ ეგ გზის პირას ხომ და პირდაპირ შევოდი ჩემთან. ხე მაინც ასეთი ის ეს თემა იყო დასარეგულირებელი, მაგრამ სამართლიანად. ხო და აი მაგის ხმა მინდოდა შოთა და ვერ დავასრულე, უყურეთ. ეს კანონი შემოსაღები იყო, მაგრამ ეს კანონი ისე შემოიღეს, რომ ამისთვის მთავრობა და პოლიცია არ იყო მზად. ანუ შემოიღეს კანონი მოუმზადებელზე, ელემენტარული. გაფრთხილება თუ იყო ელემენტარული. არც გაფრთხილება არ იყო, არც გაფრთხილება არ იყო, არაფერი არ იყო. არც წინასწარი გამოცხადება არ იყო ტელევიზიაში. თქვათ ეს დეციბელის საზომი რის მიხედვით აჯარიმებენ ხალხს, ხო? ასე შემდეგ რა და მანქანის პატრონებს ბიჭებს აქვს თავისი საზომები, მაგრამ იმას არ თვლიან რა. კონკრეტული პიროვნება მიადგმევინებს გაზზე, აი ჩაადგი იმ ვიდეოში რომ და ეხა გადმოდიო რა. პატრონის თანამშრომლებს თავის გადაწყვეტილი სამები შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს და იმის მიხედვით. ხო, მე ხა ჩემ ჰიბრიდულ ავტომობილზე რომელსაც გრამი ხმა რო დავაყენო ვიზუალის გამო. უნდა წაგართვან რა. აი სისულელი და სასაცილო ფაქტია. სხვათა შორის აი რო დააყენო შენ ჰიბრიდზე რომელსაც მართლა ხმა არ აქვს, მართლა წაგართმევენ. აი მართლა წაგართმევენ, იმიტომ რომ რაღაც ვიზუალია წარწერა წვიდავს რა. ხო, ანუ გადაკეთებული გამოვა, ხმა დიდი ექნება და ძალიან სამწუხარო ფაქტია, იმედია მოგვარდება 1 იანვრიდან და უბრალოდ აი ის ხალხი, ვინც უკვე დაჯარიმდა, იმათ რა პასუხს სერი არიან ცოდოები. ვინა უნაზღაურებს იმ ზარასით. არ ვიცი ეგ ხო ძალიან გქონდ კანონები მიიღეთ აზრიანად. მე არა ვარ ეს რაღაც კანონმდებელი, მაგრამ საზომი ერთეულის გარეშე ადამიანის დაჯარიმება რა სპორტია. წინასწარ უნდა მოხდეს ამის ინფორმირება მოსახლეობის, რაღაცა გაფრთხილება უნდა არსებობდეს და რაღაც ესეთი ნელა ეტაპები აქვს რა. სივრცეში ტელევიზიით ოფიციალურად გაფრთხილდეს, რომ მაგალითად 1 იანვრიდან ეს და ეს კატეგორიები დაჯარიმდებიან თუ საზომის ზღვარში არ ჩაეტევიან. მოკლედ კანონი კარგი კანონია, უნდა მიღებულიყო. აუცილებლად უნდა მიღებულიყო, არა ამ ფორმით. მაგრამ არა ამ ფორმით და ის რაც დაანონსდა 1 იანვრიდან მე მგონი იქნება უკვე სწორი კანონი ყველა ჩარჩოში. აი დაველოდოთ როგორი იქნება. სიმართლეს ვიტყვით პოპკორნის ხმა მეზიზღება და არ მგონია ვინმეს მოსწონდეს და ამით თუ ახლოს ძალიან გვიან ღამით თუ ჩაივლის ხოლმე ჩემთან ახლოს ტკბილ სიტყვებსაც ვაწევ. ყველა ტკბილ სიტყვას ვეუბნებით, ეხა აი მართლა ვისაც ეხება ეს და აი ღამე ვინც დაგაზაურთ, აი მართლა გისწორდებათ რომ ყველა გაგინებთ და ვერ ხვდები. ერთი ბიჭის ის უნახე ვიდეო სივრცეში რომ გადაღებული იყო იქ განიერ ქუჩაზე. აი ხო გონიათო რომ
იტყვია რომ აი რამაგარი აუ და პოპკორნი რო იწყებს თავის იმას და მე კიდე ვიკითხავთო რა შინაური. აი ვიდეოც ხო არსებობს, ახლა დაგვაძინე რა ეს დედა. ხო, ეგრე არის რა, ხალხი დაღლილი მოდის სამსახურიდან, ბავშვებს არძინებენ, ჩვილი ბავშვი ყავს. ზოგს ავადმყოფი მოხუცი ყავს სახში. ღამე ხო განსაკუთრებულად ისმის ხმათან ეკო ელემენტარულ შეგნებას. ამიტომ ვამბობ ბიჭებო, რომ ეს სწორი კანონი იყო, უბრალოდ არასწორად შემოიღეს და შეხვდა მთავრობა და პოლიცია ამ ყველაფერს მოუმზადებლად და თუ ამ დეციბელის საზომს დაარიგებენ და რაც დაანონს და მართლა გაკეთება 1 იანვრიდან, ეს იქნება არაჩვეულებრივი. კი ბატონო. კარგით, მოკლედ დღევანდელი პრობლემა ის იყო ჩემი პრობლემა. კარგი შეტა. კარგი თემაზე ვისაუბრეთ, მადლობა. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, მოგწერეთ რა პრობლემებზე გინდათ ვისაუბროთ ჩვენ გადაცემაში და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. ეხლა კი გადავიდეთ ხრიკებზე. ბიჭებო, დღეს მინდა ერთი ხრიკი გაგაცნოთ, რომელიც ალბათ და იმედი მაქვს, რომ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ უმრავლესობა გაითვალისწინებს, ვისაც ავტომობილის ჩამოყვანა უნდა საქართველოში და მიმართავს სხვადასხვა ავტოიმპორტიორ კომპანიებს. ეს არის ხელშეკრულება. ყველა კომპანიას გვაქვს ხელშეკრულების დრაფტი, სადაც ჩვენი წესები და პირობები წერია. მაგრამ დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ ხელშეკრულებას თითქმის არავინ არ კითხულობს. აი თქვენ ახლა რამდენი ადამიანს უწერთ დღეში ავტომობილს და რამდენი კითხულობს? მხოლოდ სიტყვიერ დონეზე შემოიფარგლები. კი. ხრიკებში რას გულისხმობ? ხრიკები არის ის, რომ სამწუხაროდ და დავაფიქსირებ, რომ ყველა კომპანიაზე არ მაქვს საუბარი, ბევრი კომპანიას ხელშეკრულება მაქვს საკითხული და პატიოსნად ემსახურება მის ხელშეკრულებას, თუმცა არიან კომპანიები, რომელიც მენეჯერიც თქვენ ერთს გელაპარაკება, ხოლო ხელშეკრულებაში ეს საერთოდ არ წერია. გპირდებათ რაღაცეებს, ეს რაღაცა შეიძლება იყოს, რომ ufranchiso დაზღვევა, ეს რაღაცა შეიძლება იყოს ძრავის და გადაცემათა კოლოფის დაზღვევა, რაც მოდებულია და ორიგინალი ნაწილებით ამ დროს იქ წერია, რომ ჩინური ნაწილებით და ახალი ნაწილებით ნაზღაურდება. ანუ გულისხმობ იმ ხრიკს, რომ თქვენ შეიძლება სიტყვიერად სხვა რაღაცა გაგიჟღეროს მენეჯერმა, ამ დროს თუ საქმეზე მივა და გაპრობლემდება, როდესაც ხელშეკრულებას დაგიდებს ავტოიმპორტიორი კომპანია, თქვენ ხედავთ, რომ ხელშეკრულებაში საერთოდ სხვა რამე წერია. ეს არის ერთ-ერთი ცნობილი ხრიკი, ყველაზე ხშირად ეს არის ძრავის და გადაცემათა კოლოფის დაზღვევა, გარანტია გარბენზე, რომელიც ხელშეკრულებაში ბევრ კომპანიას არ უწერია. ეს არის ანაზღაურება ორიგინალი ნაწილებით ან ჩინური ნაწილებით და ნუ ასე შემდეგ, სხვადასხვა წესები. ჩამოყვანის ვადებიც მათ შორის და მინდა გითხრათ, რომ როდესაც არჩევთ ავტოიმპორტიორ კომპანიას, ჩემი პირადი აზრით, პირველი რაც უნდა წაიკითხოთ, ხელშეკრულებაა. პირდაპირ არ უნდა დაიწყოთ, ანუ სახელით, კარგი ლამაზი ოფისით, ლამაზი თვალებით. რა უდგას წინ წაკითხოს, განარამდე. უნდა დაუკავშირდეთ ავტოიმპორტიორ კომპანიასთან და მოთხოვთ ხელშეკრულების დრაფტი. გამომიგზავნე ხელშეკრულების დრაფტი, მე ამ დრაფტს წავიკითხავ და შემდეგ თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ უკვე ეს მენეჯერი, ვინც არის გაყიდვების, ვინც კონკრეტულად თქვენ გეკონტაქტებათ, რამდენად კესილსინდისიერად გიხსნით პირობებს და გეუბნებათ სიმართლეს, რაც ხელშეკრულებაში წერია. ძალიან ბევრისგან გამიგია და ჩვენთან წამოსული ხალხი, რომ სიტყვიერად ყოფილა სხვა პირობები, ხოლო როდესაც ავტომობილი ჩამოსულა და იქ დაზიანება ყოფილა, თუნდაც ძრავის და ასე შემდეგ გაპრობლემებულა, საქმეზე რომ იდგა, თურმე ხელშეკრულებაში სულ სხვა რამე წერია. ყველაზე მტკივნეული მიმართულება არის დაზიანების პირობები და დაზიანების ანაზღაურების პირობები, რომელიც ჩვეულებრივ წერია ხელშეკრულებაში, მაგრამ ნუ ცოტა თუ კითხულობს. უბრალოდ სიტყვიერ დონეზე მიდის შეთანხმება. აი მაგალითად რეკლამები რო არის. ჩვენ დაზღვევა აუქციონის სურათებიდან გვაქვს და ამ დროს ხელშეკრულებაში საერთოდ არ წერია. და ჩვენც დაზღვევა აუქციონის სურათებიდან გვაქვს, თითქმის ყველა კომპანიას უკვე აუქციონის სურათებიდან გვაქვს და ნუ ასე შემდეგ რა, უბრალოდ ჩვენ ეს ფაქტი ხელშეკრულებაში მართლა გვიწერია. ვისაც დაგაინტერესებს, შეგიძლიათ გამოგზავნოთ. მიაქციეთ ამ სიტუაციას, არ მოთხოვდეთ, ყოველთვის ჩაეკითხეთ თქვენ მენეჯერს, ვინც გემსახურებათ, რომ პირობები როგორ არის გაწერილი ხელშეკრულებაში. და ზოგადად მოითხოვეთ ხელშეკრულება. სხვათა შორის დავამატებ იმას, რომ თავის დროზე ერთადერთი კომპანია ვიყავით. სხვათა შორის მინდა დავამატო ესეთი რაღაცა, რომ თავის დროზე ჩვენ ვიყავით ერთადერთი კომპანია, რომელიც გარანტიას ვიძლეოდით გარბენზე
და ეს ქონდა შეტანილი ხელშეკრულებაში. მე მახსოვს, როცა დაგვიკავშირდა ერთ-ერთი მომხმარებელი და ესეთი რაღაცა კითხვა მკითხა, ასკარად წაკითხული ქონდა ბევრი კომპანიის ხელშეკრულება და მახსოვს დაგვიკავშირდა კორეაზე და გარბენის გარანტიას იძლევით, თო კი მეთქი და ხელშეკრულებაში თუ გიწერიათ ეს თუ სიტყვიერად მაძლევთო და ეგრევე დაუფორვარდეთ დრაფტი და აი უხმოთ შემოიტანა დეპოზიტი და გამოიწერა ავტომობილი, აშკარად სხვაგან წარე გამოცდილება ქონდა ამ ადამიანს რა. ასე რომ მოკლედ ჩვენ მაყურებელს მოუწოდებთ რომ აუცილებლად წაიკითხეთ ხელშეკრულება, ხოლო კიდევ და კიდევ მეტი ხრიკის გასაგებად აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვიწერეთ კომენტარებში ასევე რა გადაგხდენიათ თავს და რომელ ხრიკზე გსურთ საუბარი. ხრიკების გამოცდილება გქონია. ხრიკების გამოცდილება გქონია. დარწმუნებული ვარ უამრავი იქნება. ე ბატონო. დღეს მე შეკვეთა მაქვს სანგიონ კორანდო სპორტზე. ეს არის სანგიონის პიკაპი, საუკეთესო პიკაპი არის ამ ფაში ბიუჯეტურ კლასში. ძალიან მოთხოვნადიც გახდა ამ ბოლოს. კი, ნამდვილად ძალიან მოთხოვნადი გახდა ამ ბოლოს. თავის დროზე დაუფასებელი მანქანა იყო. ხალხმა და საკმაოდ სანგიონის სხვა მოდელებზეც ხშირად შემოვიდეს უკვე შეკვეთა. კი, ტურიზმო, კორანდო ტურიზმო არის, საკმაოდ უკვე მინივენია და ძალიან კარგი. თან 4-ვე წამყვანი აქვს, რაც ყველა მანქანაში შეიძლება ვერ შეხვდე მინივენში. ეს არის 4-ვე წამყვანი და საქართველოსამდე ჯდება $7,350. გარბენი რამდენია? გარბენი აქვს 179,000 კილომეტრი. ნორმალურია ამ რაზეც ძრავისთვის თან ვიძლევით ხელშეკრულების კი, გარანტიას ვიძლევით გარბენზე. ეს არის 2-2 მერსედესის ძრავით აღჭურვილი და მერსედესის 7-იანი გადაცემათა კოლოფით, რაც წყვილში მთლიანობაში არის ძალიან კარგი მანქანა თავის კლასში და ფასიდან გამომდინარე. ამაზე უშვებთ შემოწებას, შესაძლებლობას. ძალა ეს არის წარმატებული. მანქანა არის დაუზიანებელი, არაჩვენებს დაზიანებას და არის საკმაოდ კარგი ვერსია. წარმატებები შენც და შენ დამკვიდრ. 2016 წლიდან გამოვიდა, მინდა დავაკონკრეტო, 2016 წლამდე იყო 2-0 დიზელის ძრავით, ისიც კარგი ძრავი არის, თუმცა ჰქონდა ცუდი გადაცემათა კოლოფი, უბუჭდება ფრიქციონები და ასე შემდეგ. აი 16-დან უკვე 2016-დან გამოვიდა 2-2 მერსედესის ძრავი და იმავე მერსედესის 7-იანი გადაცემათა კოლოფით. ძალიან კარგი წარმატებები მიშა. ხიზან, აბა, შენ გვაჩვენი რა. მე დღეს შეურჩე ჩემო მომხმარებელს Subaru Outback-ი Limited 2017 წლიანი. შვენით. გარბენი აქვს 106,000 მილი, დაზიანება აქვს მარჯვენა წინაკარში. საკმაოდ სუბუქი დაზიანება. სუბუქია, კი, უბრალოდ უნდა გამოიცოლოს და საირბაგიც კი არა გახსნილი გვერდით, ეგრეთ წოდებული ფარდა. ფერიც ჩემი ფავორიტი ფერია სხვათა შორის ესეთი რუხი ფერები რა. კიანი რო სუხდება ძალიან. დღესდღეობით მოთხოვნადი ფერია, ყველაფერს გადააჭერა. დაახლოებით 3-2-მდე, დაახლოებით 3-2-მდე ვთამაშობთ, ესაა ჩვენი მაქსიმუმი, რაც ჩემი აზრით ამისთვის, ამ მოდელისთვის არის ნორმალური ფასი. გარბენიდან, კი, გარბენიდან გამომდინარე. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა და წარმატებები ჩვენს დამკვეთს. წარმატებები მომხმარებელს. შოთა, აბა შენ გითხარი ახლა რაზე ვთამაშობთ დღეს? დღეს მე ჩემ დამკვეთს შეურჩიე Volkswagen Jetta, ამ მანქანაზე მაქვს დაკვეთა. 100 მილი აქვს გარბენი, ეს არის 2016 წლიანი 1.8 ძრავით, 100 მილი გარბენით და აი ესეთი დაზიანებით აშკარად სავალი ნაწილებში შესაკეთებელი, პლუს მარცხენა ფრთა, სადღაც ჩაარტყა ან ბორდიულზე ავარდა. მანქანა არის ძალიან კარგი ფერის, სპორტ პაკეტი, airbag გაუხსნელი. ფიქრობთ, რომ ამ მანქანას დაახლოებით $1,800 მოვიგებთ. ყოველ შემთხვევაში გადამოწმებული გვაქვს, კარგი სუფთა Carfax-ი აქვს, ყიდის სადაზღვევო კომპანია, ასე რომ ველოდებით დაწყებას. ჩვენი წარმატებები მომხმარებლები დამკვეთს. მადლობა. დღესთვის სულ ეს იყო მეგობრებო, ეს არის TL Time-ი, ჩვენ კი ვართ TL Group-ი, ჩამოყავს ავტომობილები ამერიკიდან და სამხრეთ კორეიდან, ვიმყოფებით Drunk-Teddy-ის ბარში. შესანიშნავი ბარი დროის გასატარებლად, ფეხბურთის საყურებლად და რაც მთავარია, უგემრიელესი კანჭის დასაგემოვნებლად. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს.